მოგესალმებით კიდევ ერთხელ. და თუ თქვენ გაინტერესებთ დღის განმავლობაში მომხდარი შოუ-ბიზნესური სიახლეები, სად და რას საქმიანობენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, გთავაზობთ ინფორმატორისა და ლაილას მეოთხე ყველაზე ვრცელ გამოშვებას. 6 თებერვლიდან ქართული თეატრის თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ ეწვიონ კინომსახიობთა თეატრს, სადაც როგორც იცით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. და ახლა ის მისი დამაარსებლის, დიდი ქართველი რეჟისორის ბატონ მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეს კიდევ ერთხელ ოფიციალურად გაიხსნება. არა, იქ ფორტეზე უნდა იყო და წავედი. გეტყვი ახლა როდის რომ მივა და ხელს რომ გაუყრის იქა. ხელს რომ გაუყრის რომ გაფრინდეს, ხო? აი ხელი რომ გაუყარა და წავიდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წილად მარგუნეს ამ ხოლმე ისე რომ თელი გახსნა გავაკეთო და ეს დიდი ნდობაა. ძალიან ნერვიულობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აქ ისეთი აურა, აქ ისეთი შესანიშნავი მსახიობები არიან, რომ მათი დახმარებით და თეატრის დახმარებით ჩვენ კარგ რაღაცას აჩვენებთ მაყურებელს, რომელიც ესე მოუთმელად ელის თეატრის გახსნას. ვცდილობთ, რომ გავიხსენოთ ის სპექტაკლები, რომელიც დღევანდელ დღეს არის რეპერტუარში და ასევე ის სპექტაკლები, რომელსაც ამ თეატრში თამაშობდნენ, მაგრამ ეხლა უკვე აღარ არის სარეპერტუარო სპექტაკლები. მე ველოდები, რომ ბოლოს და ბოლოს აი ამ ლამაზ კედლებში ისევ შემოვალთ და ეს ყველაფერი გაცოცხლდება. ეხლა ჯერ მე ეს ცივი მეჩვენება ყველაფერი მოგწონს, ძალიან გვაყოფილები ვართ, იმიტომ რომ პირობები რასაკვირველია, ბევრს ნიშნავს. დღეს განსაკუთრებით, რომ არ გვცივა ძალიან კარგია, რომ განათება გვაქვს, რომ ლამაზ შენობაში ვართ, რომ ორი ულამაზესი სარეპეტიციო გვაქვს, რაც ბატონ მიშას რო ენახა, ალბათ დარწმუნებული ვარ, ძალიან გახარებული იქნებოდა და ყველაფერი თქვენ ხედავთ, რომ ეს მართლა ძალიან დიდი შრომა გაწიეს მშენებლებმაც და ყველამ ერთად. მაგრამ თავარი მაინც აქ სხვა არის, სულია და აი სული ახლა დაუბრუნდება ამ თეატრს 6-ში. ძალიან მნიშვნელოვან დღეს, ბატონ მიშას დაბადების დღეს და ეს ჩვენ ალბათ ესეც მხოლოდ დამთხევა არ არის, ჩვენ ასე მოვინდომეთ, რომ ეს ყველაფერი ერთად ყოფილიყო. გია, თქვენ მოემზადეთ უკან. დედიკო, დამხედა წამყვანი. შირბაში მოემზადეთ. სპექტაკლის სახე არ ექნება, ეს იქნება საიუბილეო საღამო. აი ესე რომ დავარქვათ რა. და აი საიუბილეო საღამო უწყვეტი, ესე იგი 2 საათიანი დაახლოებით ესეთი უწყვეტი საღამოა, რომელსაც ყავს თავისი წამყვანი და ეს წამყვანი იქნება თვითონ ბატონი მიშა, როგორც ისე გვაქვს ჩაფიქრებული, რომ ეკრანიდან მთელი საღამო მეყავს ბატონ მიშას. ნელი ოთახი, რუსიკო. გავიდა ეს და ეგრევე მიეცით ნელი ოთახი. მთელი თეატრი არის გაუთავებელ ფუსფუსში ეს დღეები. ყველოთ, ძალიან ყველოთ. თბილისში სულ მალე მინაგრის საერთაშორისო ბიენალე მოეწყობა. ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჯიურის თავმჯდომარე, ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე ჯუდი სტოუნი დაესწრო. ჩვენ მოგიწვიეთ იმისთვის, რომ უფრო ცლად გაგაგებინოთ ამ ღონისძიების შესახებ, ეს არის მინაგრის პირველი საერთაშორისო ბიენალე, შაბათს როგორც ყველაფერს დავაკეთებთ გამოფენა. ქართული მინაგრის ოსტატები უკვე თელსოფლოში ცნობილი არიან, ისინი მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში. ასევე თქვენ ყველა ვიცით, რომ საქართველოში მინაგრის ძალიან ძველი ტრადიცია არსებობს. ჩვენ გვაქვს ხელოვნების მუზეუმში დაცული უნიკალური კოლექცია შუა საუკუნეების ტიპური მინაგრის. All over the world, and obviously, any other country in the world.
Ball, who died in 1976. As much ჩემთვის მნიშვნელოვანია მივიღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც აქ ხდება მინანქართან დაკავშირებით და ასევე გავუზიარო სხვებს ჩემი გამოცდილება. as I can to spread the news to the enameling world. აუცილებელია ჯერ ერთი, იმიტომ რომ თვითონ შემოქმედი ინფორმირებული უნდა იყოს, თავისი ადგილი სწორად შეაფასოს ამ მინანქრის საერთოდ სამყაროში. და რომ გეხსენებათ, ეხლა იხსნება ეს გზები ამდენი ხანი წლების განმავლობაში ჩაკეტილი იყო და აი თანდათანობით ქართველებიც გავდივართ სოფლიო გვიცნობს როგორც მინანქრისა ესეთ ოსტატებს და ასევე ჩვენ გებულობთ სხვადასხვა ტექნიკას, სხვადასხვანაირ მიდგომას, სხვადასხვა მხატვრებს და ეს რა თქმა უნდა კარგია ყველა მხრივ. ჩვენ საერთოდ ჩვენ გალერეაში არსებობს მინანქრის ოსტატთა კლუბი შარდენი 15. უკვე 1-2-3 წელიწადია და ამაში გაერთიანებულია თითქმის ყველა ავტორი, ვინც მუშაობს ამ ტექნიკაში და ისინი წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო მინანქრის გამოფენებსა და კონკურსებში. ჩვენ გვაქვს კონტაქტი თითქმის ყველა ქვეყანაში არსებულ მინანქრის გილდიებთან, ანუ ისეთი ქვეყნები მხედველობაში, სადაც არის განვითარებული ეს თანამედროვე მინანქრის ეს ხელოვნება და მოგდის ყოველთვის შეტყობინება აი ამ კონკურსების შესახებ და ჩვენი ავტორების ნამუშევრებს გზავნით და ძალიან წარმატებით იღებენ მონაწილეობას. ლიტერატურულ კაფეში ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომის პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც ასე ჰქვია, სავსე და მასში 14 ახალი სიმღერაა შესული. მეგონი მას ახლა აქ ისეთი აუდიტორია არ დავიწყოს. ძალიან ინტენსიურად აშუქებენ ხოლმე და ძალიან მიხაროსი აღმოჩნდა ირაკლი ჩარკვიანის თაყვანის წევრების პარალელურად ძალაუცნაური მაგრამ მასია და მოდის ლიტერატურიდან, მოდის მუსიკიდან, მოდის ხელოვნებიდან. ირაკლი ჩარკვიანი შეაფასებს ირაკლი ჩარკვიანს როგორც ადამიანს, რომელიც წელს ბევრად უფრო არის სავსე, ვიდრე იყო შარშან. სავსე არის მელოდიებით, სავსე არის იდეებით და მე მგონია, რომ ეს ალბომი მე რაც გავაკეთე არის ფაქტიურად მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემი სისავსისკენ. მე არასოდეს არ ვანგრევ ჭეშმარიტ ქართულ ფოლკლორს, მე პირიქით აღზრდილი ვარ ქართულ ფოლკლორზე და ჩემ ძალიან ბევრ ნაწარმოებებში ძალიან გაუწყნელი პოლიტიკი შეიგრძნობს ამას. იცით რა არის, ძალიან დიდი პროტესტია ჩადებული ამ სისავსეში, იმიტომ რომ არ არის კმაყოფილება არ არსებობს, იცით ჩვენ მოვიგეთ რევოლუცია, ჩვენ მოვიგეთ ომი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ ამით, ჩვენ უნდა ყოველთვის ვიყოთ პროტესტის მდგომარეობაში, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ რეაქტიულები. ჩემთვის ირაკლის შემოქმედება ფაქტობრივად ყოველთვის უსწრებდა დროს. იმ არსებულ მუსიკალურ ფორმატს, იმ არსებულ ჟღერადობას, მენტალიტეტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. ეს ლეიბლი ფაქტობრივად არის მის ყველა ალბომში რომის ყოველთვის ცდილობს რომ არ გაიმეოროს ესე იგი და გასცეს რაღაცნაირად უკვე შემოხაზულ ტერიტორიას მუსიკალურს. ამ ხრივ მომეწონა უნდა გითხრათ. მე ვეუბნები ხოლმე რომ იცით რა არის იმისთვის რომ გარდა იმისა რომ თქვათ იყო ორიგინალური კიდე რაღაცნაირად უნდა შეაყვარო თავი მსმენელსა რა და ამისათვის უნდა დაწერო ალბათ ისეთ სიმღერებიც რომელიც შეიძლება ახალი არ არის თავისი ესე იგი მუსიკალური აზროვნებით, მაგრამ კარგია და სასიამოვნოა მოსასმენად. პროექტ თანავარსკვლავედის დროებითი საეთერო პაუზა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი ვარსკვლავები ისვენებენ ან პროექტი დასრულდა. თანავარსკვლავედის თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი წევრები ახლა პროექტის მეორე ეტაპზე მუშაობენ. ისინი ცალ-ცალკე ინდივიდუალურად სიმღერებს წერენ. ახლა ვნახოთ თუ როგორ მუშაობს მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე სოფო სალუქვაძე.
ნერვიულობ ჩაწერის. ეხლა ვიმყოფებით ჩემს ჩაწერაზე, ჩემი სიმღერის ჩაწერაზე, სტუდიო ორფეიში, გიგა კვენიტაძესთან. და რას ერთი ორი ხეს მოგონება დამთავრდა ჩემი ფიქრები გაიყო ეს სიმღერა დაიწერა კონკრეტულად ჩემთვის, მარტო ჩემთვის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ის ჩემ ხასიათში. ზუსტად ის სიმღერა, ალბათ რაც უნდა ყოფილიყო. ვიცი აღარ მომენატრები, ოცნებებში მომენატრა სხვა. ესე იგი შენი ხმა გესმის, ხო? კარგად. ფონოგრამაც კარგად ესმის. ძალიან საინტერესო ეტაპია, ძალიან და რა ვიცი, ძალიან მიხარია ეს, რომ რაღაც უკვე ვწერთ, ნელ-ნელა წინ მივიწევთ და შემდეგ კონცერტი გვექნება. ჩემი ფიქრები გაიყო ხეს მოგონება დამთავრდა ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.